დღეს გავხსენით ოფისი ბორჯომში. ბორჯომის ოფისის ხელმძღვანელი ავიჩიეთ ნიკა ჯავახაძე. მიუხედავად თავისი ახალგაზრდული გასაკეთისა, ნიკას აქვს უკვე გამოცდილება პოლიტიკაში ყოფნის. ის არის ბორჯომელი, მას ჰყავს ძალიან დიდი სამეგობრო ბორჯომში და არის ძალიან კომუნიკაბელური პიროვნება და დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა თავის მეგობარ ახალგაზრდებთან ერთად შეძლებს ბორჯომში თქვას თავისი სიტყვა. დღეს გაიხსნა ბორჯომში ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთი ოფისი, სადაც შეიძლება უმუშევრს და საზოგადოებას მოვიდნენ აქტიურად ჩაერთონ ჩვენ მუშაობაში, გაუზიაროთ ჩვენი ხედვა და დავარწმუნოთ იმაში თუ რა არის სწორი ხედვა და რისკენ მივდივართ ჩვენ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს მესხეთის 5 ნომერში. ჩვენი თავარი გზავნილი არის დაკავშირებული ეკონომიკურ პრობლემებთან. ჩვენ გვაქვს საუკეთესო პროგრამა, როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის რეფორმირება, იმისათვის ეკონომიკა ამუშავდეს და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და დაავზნოთ სიღარიბე, რაც არის თავარი პრობლემა ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში არასოდეს არც პოლიტიკურ პარტიას, არც დღეს და არც წინასწარმეტში ქონია, არ ქონია ესეთი დეტალურად გააზრებული გეგმა, როგორც გვაქვს ჩვენ. ჩვენც ახლა მთავარია, რომ ეს გეგმა და ეს ხედვა მივიტანოთ მოსახლეობამდე და ამის უჭირდება სწორედ ოფისები ყველა რეგიონში, მაგიტო გავხსენით, დღესაც ბორჯომში ეს ოფისი. ამ ოფისის მიზანი იქნება პირველ რიგში ის, რომ მოისმინოს მოსახლეობის პრობლემები და შემდეგ შეთავაზოს ის გამოსავლები, რომელიც ჩვენ გვაქვს წინასწარ მომზადებული. ულოცავ ბორჯომელებს დღეს ბორჯომში გაიხსნა ახალი პოლიტიკური ცენტრი გიჩის ოფისი.